და მოგესალმებით თქვენ ნიკა შოუ 1-2 და დღეს ჩვენ გვქნება ასეთი საგანმანათლებლო ვიდეო, სადაც ჩვენ განვიხილავთ თემა მათემატიკა, სადაც ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულად მოსაზღვრე და ვერტიკალურ კუთხეებს. მოდით პრინციპში დავიწყოთ მათი განხილვა, მაგრამ აქამდე დაწყებამდე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი, დალაიქეთ და სარსლაკს დაჭეროთ, რადგან ასე თქვენ მე დამეხმარებით და მომცემთ мотивაციას, რომ გადავიღო კიდე უფრო მეტი და უფრო ახალი ვიდეოები ამ არხზე საგანმანათლებლო თემაზე. სხვადასხვა საგნებზე, რა თქმა უნდა. კარგი, მოდით განვიხილოთ მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეები. სანამ დავიწყებდით ორივეს ახსნას, მინდა გაგახსენოთ თუ რა არის უბრალოდ ჩვეულებრივი კუთხე, ყველასთვის ნაცნობი ალბათ. მოდით დავხაზოთ აი ასეთი რამ აი ესეთი კუთხე და დავუშვათ რომ ეს იყოს 60 გრადუსიანი. თქვენთვის ვადვილი რომ იყოს. ჩვენ გვაქვს 60 გრადუსიანი კუთხე. ნახეთ, როგორ ახსნათ, აბა, უბრალოდ ანუ აი ეს კუთხე არის 60 გრადუსიანი. დავუშვათ იყოს კუთხე A. ესე დავარქვათ. კუთხე A ლათინურად მათემატიკაში გამოყურება ლათინური ასოები და არა ინგლისური მეგობრებო. ვინც არ იცოდა კუთხე A ტოლია 60 გრადუსს. ნახეთ. ჩვენ შეგვიძლია გავავლოთ კიდე ერთი პატარა მონაკვეთი წრფე და აი ეს კუთხე გაიყოფა ორ ნაწილად, კუთხე 1 და კუთხე 2. გამოდის უკვე კუთხე A აღარ არის 60 გრადუსი. ფაქტიურად არის, მაგრამ დაყოფილი ორ ნაწილად. ნახეთ, კუთხე A უკვე ტოლია, კუთხე 1-ს მიმატებული კუთხე 2. აი, კუთხე 1 მიმატებული კუთხე 2. გამოდის, რომ აქედან თუ ეს წრფე შუაში ყოფს ამ კუთხეს, მაშინ კუთხე 1 ტოლია კუთხე 2-ს, იმიტომ რომ ეს ტოლია 60 გაყოფილი 2-ზე და ამ ორი კუთხის, ანუ ორივე კუთხე იქნება 30 გრადუსი და 30 გრადუსი, მათი ჯამს კი მივიღებთ 60 გრადუსს, ანუ კუთხე A-ს. აი, ფაქტურად აი ესე გამოგვდის. ეხლა მინდა გადავიდეთ უფრო ისეთ თემაზე, რაც უფრო ახლოს არის ჩვენთან, ანუ მოსაზღვრე კუთხესთან. უბრალოდ აგიხსენით აი ეს რა იყო. კარგით. ეს უბრალოდ გადავკვეთე, ანუ ცოტა აქ შემეშალა მაგრამ არ აუშვებს. რომ ხელი არ შევიშალოს ამან და გადავიდეთ. მინდა აგიხსნათ თუ რა არის მართი კუთხე. ეს არის მართი კუთხე. 90 გრადუსიან კუთხეს ეძახიან მართ კუთხეს. მოდით ჩავწეროთ მონაცემებში, თეორემასავით, თვისებასავით, რომ 90 გრადუსიანი 90 გრადუსიანი კუთხე იგივეა რაც მართი კუთხე. აი, მართი კუთხე. თქვენ ასეთ კონსტრუქციას ალბათ იცნობდით ზოგიერთები, იმიტომ რომ ამას ამ გეომეტრიულ ნაწილს ხშირად გამოიყენებენ არქიტექტორები მაგალითად. მაგალითად სახლი. რა ვიღოთ სახლი, თუ თქვენ გაქვთ სახლი მაგალითად მართკუთხა, ანუ კვადრატული ან ოთხკუთხედის ფორმა, მაშინ 100%-ით მსგავსი მაინც იქნება ერთი კუთხე მაინც აი ამ სახლის 90 გრადუსი უნდა იყოს წესით, რომ სახლი ანუ არ დაიშალოს. ლოგიკურია. ხო, ეს ლოგიკურად რო ვიფიქროთ. შემდეგი რაც მინდა ვახსნა, ეს არის გაშლილი კუთხე, რომელიც პრინციპში არის, ფუნდამენტი მოსაზღვრე კუთხეებისა, რომელსაც დღეს ჩვენ ახსნით. მოსაზღვრე კუთხეები კი არა, გაშლილი კუთხეები, ხო? გაშლილი კუთხე. რას ეწოდება გაშლილი კუთხე? მოდით განვიხილოთ ეს. ავიღოთ ჩვეულებრივი წრფე. თქვენ ალბათ იფიქრებთ, გაშლილ კუთხესთან რა აზრი აქვს, ანუ საერთოდ რა შუაშია წრფე? მეც გეტყვით. აი ეს წრფე თვითონ არის გაშლილი კუთხე, რომელსაც გააჩნია თავისი გრადუსული ზომა.
და მისი გრადუსული ზომა არის 180 გრადუსი. აი, 180 გრადუსი. ეს არის გაშლილი კუთხე, რომლის გრადუსული ზომა არის 180 გრადუსი. მოდით თორემეს ჩავწეროთ ეს. გაშლილი კუთხის გაშლილი კუთხის გრადუსული ზომა არის გრადუსული ზომა სწორად 180 გრადუსი. რაც გვჭირდებოდა ჩვენ. ეხლა მინდა გადავიდეთ მოსაზღვრე კუთხეებზე როგორც იქნა. მოსაზღვრე კუთხეები. პირველი მოსაზღვრე კუთხეები. კუთხეები. ცოტა ადამიანია, მაგრამ აქეთ გადავიტანოთ კუთხეები. კარგი, მოდით განვიხილოთ პირველი სახეობა, უხეშად რო ვთქვათ, მოსაზღვრე კუთხეების. ეს არის რაღაც პატარა მოსაზღვრე კუთხე რა უშავს. 90 გრადუსიანი გამოდის აქ ჩვენი მოსაზღვრე კუთხეები. სიტყვა მოსაზღვრე. ანუ ერთმანეთს ესაზღვრებიან. ხედავთ, აი ერთი მოსაზღვრე კუთხე, მეორე მოსაზღვრე კუთხე და ერთად მოსაზღვრე კუთხეები არიან. ანუ უხეშად რო ვთქვათ, მეზობელი კუთხეები. 90 გრადუსიანი კუთხეები. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის გაშლილი კუთხე, დიახ. და ის არ აღემატება 180 გრადუსს. ანუ 180 გრადუსში შედის აი ეს კუთხე და ეს კუთხე, მოსაზღვრე კუთხეების, შიგა კუთხეების ჯამი, უბრალოდ მოსაზღვრე კუთხეების ჯამი არის 90 გრადუსი. ეს 180 გრადუსი. შიგა კუთხეები რატომღაც გამახსენდა შეკრული ფიგურები და იმიტომ თქვი ასე. კარგი. დაუშვათ ის იყოს კუთხე 1, ეს იყოს კუთხე 2. კუთხე 1 ტოლია. ამ შემთხვევაში კუთხე 2-ს კუთხე 1 ტოლია 90 გრადუსს, როგორც კუთხე 2 ტოლია 90 გრადუსს. ამდენი წვალება არის წყოს საჭირო, შეგიძლიათ აქ დაგწეროთ 90 გრადუსს და კუთხე 1-ს მიმატებული კუთხე 2, ანუ 90 ტოლია 180 გრადუსს. აი ამ ორი მარტი კუთხე არის აქ, ჩვენ როგორც ვთქვი, ამ ორი მარტი კუთხის ჯამი არის 180 გრადუსი და მიიღება გაშლილი კუთხის, სიდიდეთა ჯამი. გრადუსული სიდიდეთა ჯამი, მაგრამ ეს არის ჩვენ შემთხვევაში მოსაზღვრე კუთხე. მინდა განვიხილოთ ახლა მეორე სახის, უხეშად რო ვთქვათ, მოსაზღვრე კუთხე, ბუდიში. მოსაზღვრე კუთხე. თქვენ აქ ხედავთ, უფრო წრფი არის, უფრო, ვიდრე აქ, უფრო დახრილი აქითკენ. და აი ეს მოსაზღვრე კუთხე ცოტათი განსხვავდება, რა თქმა უნდა. თვისებებითაც, როგორც ფორმით განსხვავდება, ასევე თვისებებითაც. რა თქმა უნდა, აქაც ჩვენ წერთ 180 გრადუსი, რომ ეს ჯერ კიდევ გაშლილი კუთხეა, რომლის სიდიდეთა ჯამი 180 გრადუსია, სიდიდე არის 180 გრადუსი, ჯამი მეტი კუთხე აქ არ გვაქვს. და გვაქვს ჩვენ აქ ორი კუთხე. ეს არის მახვილი კუთხე, ეს არის ბლაგვი კუთხე. ორივე მათგანი უბრალოდ მე მინდა ცალკე განვიხილო ახლა. მოდით, ეს იყოს ცალკე ფურცელზე, რომ არ დავიდგინეთ. ჯერ განვიხილოთ ბლაგვი კუთხე. ბლაგვი კუთხე. რა არის ახლა ბლაგვი კუთხე? მოდით ახსნათ. ხშირად ბლაგვი კუთხე უნდა წარმოვიდგინოთ, აი ასე. აი, ეს თითქოს ნაწილი ჩამოვაწერეთ იმ მოსაზღვრე კუთხეში, გულია გავგრძელოთ და მიიღება კიდე მახვილი კუთხე, მაგრამ მახვილს მერე ახსნით. აი ბლაგვი კუთხე. ეს არის ბლაგვი კუთხე. და უხეშად რო ვთქვათ, განმარტება ბლაგვი კუთხის ერთ-ერთი თვისება და მისი, თვისება და თეორემალურად იქნება ეს, რომ ბლაგვი კუთხის სიდიდე, გრადუსული სიდიდე ყოველთვის
ეს აუცილებელია ყოველთვის. აი ესე გამოვხატოთ ყოველთვის. აღემატება ანუ უფრო მეტია, აღემატება 90 გრადუსს. ანუ ეს მინიმუმ, ანუ ყველაზე პატარა ბლაგვი კუთხე რა ავიღოთ გრადუსზე იქ იქნება 90 გრადუსიანი. ყველაზე პატარა წარმოვიდგინეთ. ის აუცილებლად უნდა იყოს, ან 90, ან 90-ზე მეტი. ჩვენ განვიხილეთ უკვე შემთხვევა, როდესაც ბლაგვი კუთხეც და მახვილი კუთხეც არის 90 გრადუსიანი და მიიღება მართი კუთხე. აი, ამ შემთხვევაში მახვილი და ბლაგვი არის ორივე 90 გრადუსიანი, მახვილ კუთხეს მე მიუბრუნდებით. და აი ეს შემთხვევაა ის, როდესაც ორივე, ანუ 90-ია. მაშინ იქნება აი ესეთი მოსაზღვრე კუთხე. აქ კი შეიძლება ერთი იყოს უფრო მეტი, ვიდრე მეორე. და უფრო ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ბლაგვი კუთხე აი ასე აღნიშნოთ 90 გრადუსზე მეტია. მინიმუმ 90. მინიმუმ 90 გრადუსიანი და იყოს ბლაგვი. ეს არ ფიქრობთ რომ ანუ პლუს 90 იქ უარყოფითი ზედადებითი ციფრები არის რიცხვები. მაგრამ მე ამითი აღნიშნე რომ 90-ზე მეტი უნდა იყოს, ამიტომაც შეცდომაში არ შეხვიდეთ. და მახვილი კუთხე. არჩი გამოგვადგია ჩვენ მახვილი კუთხე. ჯერ განვიხილოთ თვითონ რა არის მახვილი კუთხე. ეს არის მახვილი კუთხე. აი, ის კუთხე, რომელიც თავში გქონდა დახაზული ფაქტიურად არის 60 გრადუსიანი. და მოდით განვიხილოთ ეს მახვილი კუთხე. დიახ, მახვილი კუთხე. ჯერ დავწეროთ განმარტება. მახვილი კუთხის გრადუსული ზომა, გრადუსული სიდიდე პრინციპში ორივე სწორია, გრადუსული გამოტოვე, კაი არა უშავს, გრადუსული ზომა ყოველთვის აქაც აუცილებლად გვჭირდება. როგორც ბლაგ კუთხეში აქვეც ყოველთვის. აი, გამოვხატოთ ეს. მახვილი კუთხის გრადუსული ზომა ყოველთვის არ აღემატება ესეც მთავარია. ამის, როგორ თქვა, გამოხატვა. აღემატება 90 გრადუსს. ანუ მაქსიმუმ თუ ეს მინიმუმ 90 გრადუსიანია, ეს მაქსიმუმ არის 90 გრადუსი. ის შეიძლება იყოს 5 გრადუსიანი, 10 გრადუსიანი, ფაქტიურად 50 გრადუსიანიც. და შეიძლება იყოს მაქსიმუმ 90 გრადუსი, ანუ 91 გრადუსიანი ის ვეღარ იქნება. იქნება 90 გრადუსიანი. ეს კი ვერ იქნება, ანუ ბლაგვი კუთხე ვერ იქნება დაუშვათ 60 გრადუსიანი, 10 გრადუსიანი, ასეთი ბლაგვი კუთხე არ არსებობს. ეს არის უკვე მახვილი კუთხე. ბლაგვი კუთხე ყოველთვის აღემატება 90 გრადუსს. მინიმუმ ის არის 90 გრადუსიანი და ორივე შემთხვევაში განვიხილოთ, როდესაც მახვილი კუთხე არის მაქსიმუმზე, ანუ 90 გრადუსზე და ბლაგვიც მაქსიმუმზე 90 გრადუსზე და ქმნიან მართ კუთხეს. ანუ მახვილი კუთხის გრადუსული ზომა ყოველთვის არ აღემატება 90 გრადუსს და დავწეროთ ასე 90 მინუს, ანუ ეს უარყოფითი არ ნიშნავს, უკვე გითხარით აქ დავწერეთ პლუსით, აქ მინუსით, ანუ 90-ზე ნაკლებია ყოველთვის. 90-ან მასზე უფრო ნაკლები. ეხლა ჩვენ დავუბრუნდეთ აი ამ ჩვენ მოსაზღვრე კუთხეს. აქაც იმას ვხედავთ. კუთხე, დავწეროთ კუთხე 1, კუთხე 2. ჩვენ ვიცით, რომ კუთხე 1 მიმატებული კუთხე 2, როგორც ნებისმიერ მოსაზღვრე კუთხეში, ნებისმიერ მოსაზღვრე კუთხეში, კუთხე 1 მიმატებული კუთხე 2 ტოლია 180 გრადუსს. ეს არ უნდა დაგვაწყდეს. კუთხე 1 იქნება ყოველთვის 90-ზე მეტი. 90 გრადუსზე პლუს, ანუ ეს 90 გრადუსს მინუს, როგორც განვიხილეთ იქ მახვილი და ბლაგვი კუთხეები.
ისევ გავიმეორებ, რომ აქ ორივე იყო თავის მაქსიმუმზე და პირიქით მაქსიმუმზე და მინიმუმზე, ნუ არ აქვს მნიშვნელობა, ორივე ტოლია აქ. აქ კი სხვანაირებია. დავუშვათ, ეს იყოს 110 გრადუსი, ეს იყოს, ნუ, რა ვიცი, 100-ს რამდენად დავუმატოთ, რომ მივიღოთ 180, რა თქმა უნდა, 70 გრადუსი იქნებოდა ეს მაშინ. და ამას განვიხილავთ ახლა ცვლადიან განტოლებაში, რა თქმა უნდა. დიახ, განტოლებაც ერთვის ამას, განტოლების ამოხსნა შეიძლება მოსაზღვრე კუთხესთან. მოდით ვიპოვოთ, ანუ განტოლებიანი რამე ამოხსნათ, დავუშვათ. მაგრამ აქამდე განტოლებიანი მას ამოხსნი, მინდა კიდე მესამე ტიპი, ნუ ეს არანაირი ტიპი არ არის, ემილიაში უბრალოდ მინდა აგიხსნათ, რომ უფრო კარგად მიხვდეთ წინ, ნუ უკვე ახსნილ თემას და კარგად წარმოიდგინოთ. რას ხედავთ აქ? იგივე მოსაზღვრე კუთხეს, მაგრამ ნახეთ რა მხელა არის აქ ბლაგვი კუთხე. ალბათ დიდი ალბათობით და მახვილი კუთხე, ეს უკვე აქეთ მხარეს არის დახრილი, მაგრამ ეს იქნება, ნუ, რა თქმა უნდა, 180 გრადუსი. აქედან კუთხე 1, კუთხე 1, დამატებული კუთხე 2. ტოლია 180 გრადუსს. მაშინ აიმე საწავიდა ქაღალდი 180 გრადუსი, ეს არ უნდა შეგეშალოთ. აქ დიდი ალბათობით ნახეთ როგორ ბლაგ კუთხემ როგორ ფაქტურად დაჭყლიტა ეს მახვილი კუთხე და შეიძლება დავწეროთ აქ რომ ეს არის, ნუ, თუ ეს იქნება დავუშვათ 160 გრადუსი, ხო? 160 გრადუსი. მაშინ ეს რამდენი იქნება? რამდენი იქნება კუთხე 1? კუთხე 1 ტოლია, ნუ ფაქტურად განტოლებას ასრულებს, იგივე განტოლება. კუთხე 1 ტოლია 180 გრადუსს, გამოვაკლოთ 160 გრადუსი. რას ტოლია კუთხე 1? რა თქმა უნდა, ტოლია 20 გრადუსს. კუთხე 1 არის 20 გრადუსის ტოლი. კუთხე 1 როგორც ვთქვით, არის 20 გრადუსის ტოლი. მორჩა და დამთავრდა აიმითი ჩვენი პრინციპში მოსაზღვრე კუთხე. დიახ. ეხლა გავაკეთოთ ერთი ამოცანა მაინც განტოლებაზე. მეოთხე. ერთი წუთი ეს ხალხი უნდა გავასწოროთ მეორე. აი ეს. დავუშვათ როგორი ამოცანა იყოს. მოდით გზაში მოვიფიქროთ, ნუ, კარგი ეხლა მოვიფიქროთ ამოცანა, ეხლა მოვიფიქროთ და დაგებრუნდებით. შევადგენ მოკლედ მეგობრებო, ამოცანას ერთად არ დაინახავთ, ანუ ვერსად ვერ ამოიკითხეთ ამოცანას, იმიტომ რომ ჩემი მოფიქრებული თავიდან ბოლომდე. ამოცანა. წავკითხოთ ეხლა ჩვენ ეს ამოცანა. მოსაზღვრე კუთხის ერთი კუთხე, ხო? ამოცანა ერთი წუთი თავიდან და ყურადღებით წავკითხოთ. ეს ამოცანა ეს ქაღალდები მოკლედ დამახჩობენ. ამოცანა. მოსაზღვრე კუთხის ერთი კუთხე, ანუ მოსაზღვრე კუთხის ერთი კუთხე ტოლია 108 გრადუსს. იპოვეთ მეორე კუთხე, გვეკითხებიან. ჩემი შედგენილია, მაგრამ მაინც. მოდით ახლა ვიპოვოთ აი ეს მეორე კუთხე. ამისთვის ჩვენ ხაზავთ ჩვეულებრივ, მე ვთქვი ჩვეულებრივ. ეს რა არის? არა უშავს. რაც საშინელება გამოვიდა, მაგრამ მაინც. ჩვენ ხაზავთ ჩვეულებრივ მოსაზღვრე კუთხეს. მე რა თქმა უნდა დავხაზე რაღაც დებილობა. ეხლა ტელეფონი მიშლის ისე უფრო ნორმალურად დავხაზეთ, მეგობრებო. აქედან დავუშვათ ეს იყოს კუთხე 2, ეს იყოს კუთხე 1, კუთხე 2. ჩვენ ვიცით რომ მოსაზღვრე კუთხის ერთი კუთხე ტოლიაო 108 გრადუსს. იპოვეთ მეორე კუთხეო. გვეკითხებიან. რომ იპოვეთ მეორე კუთხე, ჩვენ ვიცით რომ, ანუ 1 არის აქედან 108 გრადუსი. რომელია, რა თქმა უნდა, კუთხე 1. რატომ? იმიტომ რომ ეს უკვე ვთქვი. ერთი წუთი. მოსაზღვრე კუთხეში ფაქტიურად, რა თქმა უნდა, ბლაგვი არა, მახვილი კუთხის გრადუსული სიდიდე შეუძლებელი არ იყოს 90-ზე მეტი, იქნება ან 90 ან ნაკლები. და ბლაგში პირიქით 90 მინიმუმ, ყველაზე უმცირესი და 90-ზე მეტი, რა თქმა უნდა. 108, 90-ს აღემატება, ამიტომაც, ანუ დავწეროთ აქაც 108 გრადუსი მეტია 90 გრადუსზე. ეს, რა თქმა უნდა, იცით რომ ანუ
მეტია ნიშნავს 108 90-ზე მეტია. ამიტომაც ჩვენ ვიცით, რომ კუთხე 1 ტოლია 108 გრადუსს. მე ეხლა შემიძლია, არ მსურს და დროც არ მაქვს ამისთვის ალბათ მეგობრებო, თქვენც არ გქონდით რომ ახსნათ თემის ის არ არის. თემაში არ შედის ეს ცვლადი. ნებისმიერი ცვლადი ავიღოთ, ცვლადი მოიაზრება იმაში საპოვნელი რიცხვი. დავუშვათ ეხლა, რითი აღნიშნოთ, ყველაზე ბანალური არის x-ი. დავნიშნოთ x-ით. აი ცვლადიანი განტოლება მივიღეთ. x-ი. შეგვეძლო y-ით, α-ით, ბეტა-ით, a პატარათი, b პატარათი ან რამითი აღვნიშნე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. 108 გრადუსი და x-ი. ხო. x-ი ტოლია, კითხვის ნიშნავს გვეგმნებიანი კვებითობის გრადუსი. რას ტოლია x-ი? x-ი ტოლია, რადგანაც ეს არის 180 გრადუსი. ეს 180 გრადუსია, x-ი ტოლია. 180 გრადუსს გამოვაკლოთ 108 გრადუსი. x-ი ტოლია, ეს აი ესეთი პატარა განტოლება, რა თქმა უნდა, რას ტოლია x-ი? კაცრავთ მეგობრებო, მომიწია წასვლა სადღაც 72 გრადუსი იქნება, რა თქმა უნდა. x-ი ტოლია 72 გრადუსი და მართლაც კუთხე 1 მიმატებული კუთხე 2 ტოლია 180 გრადუსს. ანუ ამ შემთხვევაში კუთხე 1 არის 108, მიმატებული 72 არის 180 გრადუსი და ყველაფერი მივიღეთ. კიდე არის მეორე სახის განტოლებასავით შეგვეძლო ამოხსნა, რომ x მიმატებული ასეთ შეიძლებოდა პრინციპში ერთი და იგივეა, მაგრამ ეს უფრო ადვილი ხერხია, ეს არის აი ორ მოქმედებაში, ორ იმაში ჩავეტიეთ და აქ უფრო ადვილად. ეს არ არის საჭირო მიზაწერა, ეს არის პატარა განტოლება აი ესეთი, აი ეს. და რა ქვია მაგას? ჩვენ შეგვიძლია ცოტა უფრო წაგრძელებულად დავწეროთ, მაგრამ ეს უფრო მიიღებულია თითქოს. მიუხედავად ამისა, ეს უფრო მოკლეა. კარგით. x + 108 გრადუსი ტოლია 180 გრადუსს. x-ი ტოლია 180 გრადუსს, გამოკლებული 108 გრადუსი, რაც მქონდა იქ დაწერილი. და საბოლოოდ x-ი ტოლია 180 გამოკლებული 108 72 გრადუსს. მივიღეთ აი ესეთი ჩვეულებრივი განტოლება. ეს იყო ჩვენი მოსაზღვრე კუთხე და ვერტიკალური კუთხის მინდა ჩავდგით პატარათი ახსნა, იმიტომ რომ პრინციპში მოსაზღვრე კუთხეები შედიან იქ. ვერტიკალური კუთხეები. მოდით აღვნიშნოთ ეს ვერტიკალური კუთხეებით. როგორ გამოიყურება საერთოდ? ეს გავს x გეთახმებით, ვინც x-იდან ნახა პირველად, მართლა x გავს, დიდი x-ის გავს, მაგრამ ეს x-ი არ არის. ეს არის ვერტიკალური კუთხეების შემთხვევაში. აღვნიშნოთ აი კუთხეების ნიშნებით. და პრინციპში რა ვხედავთ? აქ ვხედავთ ორ წრფეს, აი ეს წრფე და აი ეს წრფე. აი აგერ გვიწერია პრინციპში, აგერ წერია რომ უხეშად რო ვთქვათ. ანუ აი ეს ჩვენ ვიცით, აი ეს ერთი წრფე არის გაშლილი კუთხით, ეს 180 გრადუსი და ესეც არის 180 გრადუსი. ხედავთ, აი 180 გრადუსია ესეც. მაშინ ვერტიკალური კუთხე იქნება, ანუ ერთად ეს კუთხე დავწეროთ 1 2 3 და 4 კუთხე 1 მიმატებული კუთხე 2 მიმატებული კუთხე 3 მიმატებული კუთხე 4 იქნება 360 გრადუსი. იმიტომ რომ 360 არის ორჯერ 180 გრადუსი. ანუ ორჯერ 180. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს არის გაშლილი კუთხე, აი ეს გაშლილი კუთხეა ერთი, რომლის სიდიდე არის 180 გრადუსი და აი ესეც გაშლილი კუთხე და უშუალოდ არის 180 გრადუსი. აი მივიღეთ აი ეს პრინციპში. ჩვენ აქ ასევე შეგვიძლია ვნახოთ, აი ნახეთ. ეს არის მოსაზღვრე კუთხე, ხო? აი ნახეთ. აქაც ვხედავთ მოსაზღვრე კუთხეს, აი მოსაზღვრე კუთხე. აქაც მოსაზღვრე კუთხე, აქაც მოსაზღვრე კუთხე. ნახეთ, რამდენი წყვილი მოსაზღვრე კუთხეა? 1, ანუ 1 2 ანუ 1 2 3 და მოდის 4 მოსაზღვრე კუთხე ყოფილა აქ. მაგრამ ჩვენ ამას ახლა არ განვიხილავთ, რომ მოსაზღვრე კუთხეები უკვე ვიცით. კუთხე 2 და კუთხე 4.
და კუთხე 1 და კუთხე 3 რა თქმა უნდა. კუთხე 2 ტოლია კუთხე 4-ს. როგორც კუთხე 1 ტოლია კუთხე 3-ს. აი, ეს კუთხეები, ეს კუთხე, იმიტომ აღნიშნე ეს ორი ხაზი, ესეც და ეს ერთი ხაზები, იმიტომ რომ ეს კუთხეები არის ტოლი ერთმანეთის ტოლი კუთხეებია. ამიტომაც თუ ვიცი დავუშვათ კუთხე 3 თუ ტოლია, დავუშვათ იყოს, რა ვიცი, 90 გრადუსი, ან და არა, 90 არა. იყოს 100 გრადუსი დავუშვათ. 100 გრადუსი. მაშინ კუთხე 2, რადგანაც ეს მოსაზღვრე კუთხეების თეორემაა, მოსაზღვრე კუთხეების თეორემა შეგვიძლია გამოიყენოთ, კუთხე 2 ტოლია 180 გრადუსი, გამოკლებული 100 გრადუსი, კუთხე 2 კი ტოლია 180 რო გამოვყოთ, არის 80 გრადუსი. ვიპოვეთ კუთხე 2. კუთხე 2 80 გრადუსი, ესეც 80 გრადუსი მეგობრებო, ეს 100 გრადუსი, ესეც 100 გრადუსი, იმიტომ რომ ეს კუთხეები ერთმანეთის ტოლია. და რა გამოდის? აი, ეს გამოდის. აი ამ კუთხეების ჯამი არის 100, 100, 200, 80, ნუ 120, ხო? არა, 120 როგორ გამოდის ვაიმე. მოკლედ, ყველა კუთხის ჯამი არის 360 გრადუსი. კეთა 160 არის 80, 80, 120 რა თქვი, 60 არის 80. ისა 120, მორჩა ტვინია მე. მოკლედ, მეგობრებო, აი ესეთი ნახატი გვაქვს, აი ესე მთავრდება ჩვენი მათემატიკის გაკვეთილი დღეს. დაალაგეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და სარტყლებს დააჭერეთ. არ დაგაგწევთ აუცილებლად რომ უფრო ხშირად გამოგიდეს აი ესეთი საინტერესო ვიდეოები. თქვენთან იყო ნიკა შოუ ერთ-ერთი და ყველას კარგად.